ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სხვადასხვა ობიექტებზე, სადაც აფხაზეთიდან დევნილები რამდენიმე თვის წინ შეიჭრნენ, სრული განუკითხაობას უფევს. როგორც დევნილები აცხადებენ, მათ აჭარისა და სამეგრელოს სამმართველოს ხელმძღვანელს სამსახურში მიაკითხეს და მისი მხრიდან დაპირებებიც მიიღეს, თუმცა დღემდე მათთან არავინ მისულა. ჩვენ აქ ვიმყოფებით უკვე 3 თვე არის, მაგრამ არავისგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია. Არამედ კი იყვნენ ჩაწერეს რაღაცა ყველაფერი, მაგრამ არაფერი არანაირი, არც მატერიალური და არც სოციალური. 2012 წლის 18 ოქტომბერს მოვედი მე პირადად აქ. ღიად იყო 2 ოთახი, შევედი და დაიკავა ეს 2 ოთახი. შემდეგ მის მერე აქ ვცხოვრობ და ვიცი ბევრს უჭირს, ნამდვილად უჭირს, იმიტომ რომ უშუქოდ გვიწევს ყოფნა, უწყლოდ გვიწევს ყოფნა, არანაირი ყურადღება ჩვენს მიმართ არ არის. ვიცით რომ შენიას ტექნიკუმში დაარიგეს რაღაცები ბავშვებისთვის, ჩვენან არავის არაფერი მოუტანია. ერთი სიტყვით სასვათ გამონკერებულები. ონკოლოგი ავამტყოფი ვარ ახლა, გუშინ წავედი ექიმთან და მითხრა მეორე კედი კიდე სამკურნალო გააქვს და დავწერე განცხადება და დავტოვე ჩვენ ტოლილთა იმაში, რომ მომეხმარონ წამლები მინდა ძვირიანი წამლები გამომიწერეს. ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში შესახლებული დევნილების აღშფოთებას უშუქობა და სასმელი წყლის პრობლემა იწვევს. გარდა ამ პრობლემისა, როგორც დევნილები აცხადებენ, რაიონულ საავადმყოფოში დაკავებული ოთახების უმრავლესობა გამოკეტილია და ფიქტიურად სიებში ფიგურირებენ, როგორც სოციალურად დაუცველი დევნილები, რომლებიც შემდგომში დაკავებულ ოთახებს აქირავებენ, ან უკეთეს შემთხვევაში ყიდიან. რაიონულ საავადმყოფოში გასაყიდი ბინების ფასი 150-დან 500 ლარამდე მერყეობს. არის შემთხვევები, როცა ოთახი ერთი დღიდან თუნდაც ერთი კვირითაც ქირავდება. ერთი დღე-ღამის ქირა 20-30 ლარია. ამ ეტაპზე კი ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში რეალურად მხოლოდ 7 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის მრავალშვილიანი დედა. მყავს 4 შვილი, მეუღლე არ მყავს, აფხაზეთში გარდაიცვალა და ვართ დახმარების იმედზე. ბავშვების პენსია გვაქვს და სოციალური. ანუ სოციალურში ხართ, ხო? აქ რამდენი ოთახი გაქვთ დაკავებული? აქ 3 ოთახი, იქით საძინებელი, აქით და ეს. რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილის თინა გრიგოლიას განცხადებით, აქ ბინებს თავად დევნილები წყიდულობენ. ეს ის კატეგორია, რომ მათ თავის დროზე შეჭრა ვერ მოახერხა და დაუგვიანდა. ასეთ დევნილთა შორის აღმოჩნდა გალის რაიონის მკვიდრი მამუკა გიგავა, რომელიც ადგილზე არ დაგვხვდა. როგორც მეზობლობა განმარტეს, გიგავან მოხუცი დედმა მაგალიდან ზუგდიდში ჩამოიყვანა და გასაჩერებელი არსად ჰქონდა. მას ერთ-ერთმა დევნილმა გასაყიდი ბინები რაიონულ საავადმყოფოში შესთავაზა. იყო ასეთი შემთხვევა, რომ ის რა ქვია, მოხუცებულებს არ ქონდათ თავშესაფარი და რა ეკნათ. იმ ადამიანს ოთახი მოკავებული ქონდა, ახლა იმდენი იყვირა იჩხუბოდა იმის ხარჯზე, უღირდა რა და გაყიდა. და კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სოციალურად დაუცველ დევნილებს აწუხებთ, არის ის, რომ მათთვის არც სოციალური და არც ჰუმანიტარული დახმარებები არ არსებობს. მათი სურვილია აჭარისა და სამეგრელოს სამმართველოს ხელმძღვანელთან შეხვედრა და იმ დაპირებების განხორციელება, რომელსაც როგორც დევნილები აცხადებენ, უფროსები იძლევიან. ჩვენი გადამყები ჯგუფი აჭარისა და სამეგრელოს სამმართველოს ხელმძღვანელს ირაკლი ქოჩუას ტელეფონზე დაუკავშირდა და დევნილების პრობლემებზე კომენტარის გაკეთებას თხოვა. არაფერი არ არის. ბატონო ირაკლი, როდის შეხვდით რაიონული საავადმყოფო შენობაში შესახლებულ დევნილებს და მოგვარდება თუ არა ის პრობლემები, რომელიც მათ დღემდე აწუხებთ? საუბარი მაქვს გუშინ წინ იმის რა ვიცი თითქოს ყოველდღიურად მქონდა მაქვს შეხვედრები რაიონის საავადმყოფოში. რაც შეეხება მათ პრობლემებს, მათი პრობლემები აუცილებლად მოგვარდება და ძალიან მალე მოგვარდება ისე მალე რაც თვითონაც დაუგვდათ ცხოვრებები. ხო, მაგრამ მათ სურთ რომ თქვენ დაათვალიეროთ იქაურობა, იმიტომ რომ ისინი გაუსაზღვრეს პირობებში ცხოვრობენ. როდის მიხვალთ იქ? პირობები და კიდევ ერთხელ გიმეორებ, ძალიან მალე მოხდება მათი დაკმაყოფილება. დევნილები, რომლებიც სრულ უსამართლობასა და ქაოსში ცხოვრობენ, სასწრაფო და გადაუდებელ დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.